დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე დაიწყება თუ არა აგვისტოს ომის მოვლენების გამოძიება ჰააგის სასამართლოში საქმე საერთაშორისო ტრიბუნალს იმ შემთხვევაში გადაეცემა თუ ბრალდებულთა გამოვლენა მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც არ მოხდება. პროკურატურაში საქმის წარმოება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ არც ერთი კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოკვეთილა. ახალი მთავრობის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის თარიღი ამ დრომდე უცნობია, თუმცა მმართველი გუნდი საერთაშორისო ვალდებულების შესრულების აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობს. როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია აცხადებს, მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე აგვისტოს ომის გამოძიების მოთხოვნით გაეროს სასამართლოს, იმიტომ მიმართა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ამ ომის გამოძიება შეეჩერებინა. სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა გაეყვანა ეს პროცესები ჰააგის სასამართლოს იურისდიქციიდან და კერძოდ რა გააკეთა. მან მიმართა გაეროს სასამართლოს და გადაუქვემდებარა, ასე ვთქვათ, ამ ომთან დაკავშირებული საქმეებისა თუ დარღვევების განხილვა და წარმოება გაეროს სასამართლოს. ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს კი აქვთ არასავალდებულო, არამედ რეკომენდაციული ხასიათი. საერთოდ ეს სასამართლო თავის უფლებამოსილებებში შეზღუდულია და ამავე დროს, როგორც მიიჩნევა, იქ საკმაოდ ძლიერია რუსეთის გავლენა. ცოტნე გამსახურდია ყურადღებას 2008 წლის აგვისტოს ომში პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს და მისი როგორც მთავარსარდლის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების აუცილებლობაზეც საუბრობს. მე რამდენადაც ვიცი, ქართულ артиლერიას აბსოლუტურად მთელი პერიმეტრი გვირაბიდან გამოსასვლელისა კონტროლზე ხავდა აყვანილი. მაგრამ მათი შეჩერება არ მოხდა ერთი მიზეზის გამო. მიხეილ სააკაშვილს დაურეკა რუსეთის უმაღლესმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ამჟამად გვარს მნიშვნელობა არ აქვს და იგი გააფრთხილეს, რომ როგორც კი იგი ცეცხლს გაუხსნიდა 58 არმიის ტანკებს, იმ წუთშივე დაიწყებოდა თბილისის დაბომბვა. 2008 წლის ომში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებების გამოძიების დაწყების საკითხზე განცხადება დღეს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს. საპარლამენტო უმრავლესობა გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრები კი აცხადებენ, რომ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ქვეყნისთვის საზიანო იქნება. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა იყოს გამოძიებული, ბუნებრივია არსებობს მრავალი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო მზაობა სამხედრო შენაერთების, როგორ კარგად იყო გამართული ინფრასტრუქტურა, კავშირგაბმულობა, როგორ მოხდა ევაკუაცია მშვიდობიანი მოსახლეობის და ბუნებრივია ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს. სწორედ იმიტომ არის საჭირო გამოძიება, რომ არის სხვადასხვა ინფორმაციები, სხვადასხვა მოსაზრებები, ჩვენ თუ არ გამოვიძიებთ ამას, მაშინ გამოვიძიებს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო. მე მგონი, ჩვენ არა ვართ რაღაც მეხუთე კატეგორიის ქვეყანა, რომ ჩვენ თვითონ ვერ შევძლოთ ჩვენივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოძიება, თანაც ჩვენ საერთაშორისო ხელშეკრულებები გვავალდებულებს ასეთი ტიპის გამოძიების ჩატარებას. ეს გამოძიება პროკურატურაში მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში, სწორედ ამის შედეგი იყო ორი საერთაშორისო სარჩელი, რომელიც საქართველოს შეტანილი აქვს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სასამართლოებში. ამიტომ საკითხის ისე დასმა, რომ უცებ გამოჩნდა ჰააგა და უცებ გაჩნდა რაღაცა გამოძიების ვალდებულება, რბილად რო ვთქვათ, არასწორია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ გაეროს სასამართლო სახელმწიფოთა შორის დავებს განიხილავს. ჰააგის სასამართლო კი საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას კონკრეტული პირების დანაშაულს იძიებს, რაც საქართველოს ვალდებულებას წარმოადგენს. ის რომ წინა ხელისუფლების პირობებშიც იყო საუბარი იმაზე, რომ მათ უნდოდათ ამ დანაშაულების გამოძიება, იყო სწორედ ესე ვთქვათ შემაფერხებელი გარემოება იმისთვის, რომ თვითონ ჰააგის სასამართლოს დაეწყო გამოძიება, იმიტომ რომ რეალურად ამ წუთასაც ჰააგის სასამართლო აფასებს იმას, რამდენად საქართველოს მთავრობას უნდა და შეუძლია გამოიძიოს ეს დანაშაულები. ყოფილი ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, აგვისტოს ომში ქართული მხრიდან არც ერთი ბრალდებული არ გამოვლენილა. თუ კონკრეტული პირების ბრალეულობის გამოვლენას მოქმედი ხელისუფლებაც ვერ შეძლებს, მაშინ საქმის გამოძიებას თავად ჰააგის სასამართლო დაიწყებს.